Άχი, დილამშვიდობისა, რომელმაც ძალიან მაგარი თემა მოამზადა მე მგონი. ნამდვილად. შეპირობხენ აღნიშნულ არის ჩვენი გარემო გაქვთ აი ძალიან სცენარები ქვისავი. კარგად. ჩვენ დღევანდელი თემა პირველი IQ-ს ვიკითხავ, აი რას გვეუბნება IQ. მე არ გითხებ რამდენი IQ გვაქვს და ტესტი ვაკეთებაში. შემფასებლად ითვლება IQ-ის. კი, წინა საუკუნეში და დღემდე ითვლება, რომ ადამიანის ინტელექტის შეფასება ხდება IQ-ით და თითქოს რაღაც ლეგენდა არსებობს, რომ თუ ადამიანს აქვს მაღალი IQ, ის ნამდვილად არის წარმატებული. მაგრამ დღევანდელი კვლევებით და დღეს ბოლო პერიოდში ხედავთ, რომ IQ აღარ გახდა განსაზღვრელი წარმატების და ცხოვრების შედეგების მიღწევის, იმიტომ რომ რეალურად თავარი мотиваცია და თავარი ძალა არის შენ როგორ იყენებ იმ IQ-ს, იმ ცოდნაზე, იმ უნარებს, რაც ცხოვრებაში გაქვს დაგროვებული. და ხედავთ, რომ 90-იან წლებისგან უკვე შემოვიდა სოფლიოში მიმართულება, რომელსაც ქვია ემოციური ინტელექტი, რომელიც სწორედ განსაზღვრავს, როგორ გამოიყენოს ადამიანმა ნებისმიერი ცოდნა, გამოცდილება და რაც მთავარია, ემოციები და აქციოს რესურსად, რითიც შემდეგ შექმნის შედეგს. სწორედ ამ ემოციების მართვის შედეგად ადამიანი ახერხებს საკუთარი თავის მართვას და ნებისმიერი მიღებული ცოდნა, გამოცდილება თუ ყველა სხვა დანარჩენი უკვე გადაერთაგება კონკრეტულ შედეგებში. ეხლა ბუნებრივია ისმის კითხვა, ერთია რომ გავიგეთ ჩვენ რა არის პირობითად ემოციური ინტელექტი, მაგრამ როგორ განვავითაროთ ეს ემოციური ინტელექტი, ხო? ემოციური ინტელექტი აერთიანებს რამდენიმე კომპონენტს, რომელსაც ეხლა მე დღეს ჩამოვთვლი, ეს არის 5 მთავარი კომპონენტი, რომლის დროთა განმავლობაში განვითარებით ჩვენ ვახერხებთ რომ განვავითაროთ რეალურად ჩვენი ქმედებები ყოველდღიურ ქმედებაში და საბოლოო ჯამში ვიღებთ შედეგს, რომ ჩვენ ვხდებით ჩვენი თავის ყველაზე კარგი და ყველაზე ძლიერი მმართველები, რეალურად რაც მე გვაძლევს კონკრეტულ შედეგებს. თვითცნობიერება არის პირველი. ცოტათი რთულია. რთულია, მაგრამ მაინც ვაკეთებ ცხოვრებაში რეალურად ვაკეთებ. მიღწევადი, ნახეთ, IQ-სთან შედარებით ეს მიღწევადია და ზრდადია. თუ IQ მაგალითად 7 წლამდე ყალიბდება ყველაზე მაქსიმალურად და შემდეგ დროთა განმავლობაში შეიძლება გაიზარდოს, ემოციური ინტელექტი მუდმივად შეიძლება ჩვენ ხელში იყოს და დღეს ძალიან ბევრი მიმართულებით დასტურდება, რომ 20% არის განსაზღვრელი უნარები, ანუ IQ და 80% არის განსაზღვრელი როგორ იყენებ უკვე იმ უნარებს, რაც დაგიგროვდა ან რაც არ დაგიგროვდა, როგორ ამატებ ამ ყველაფერს. პირველი თვითცნობიერება ეს მიდის პირდაპირ საკუთარ თავთან, ანუ შენ იცნობდე შენ თავს, ნიშნავს შენ ყოველდღიურად აკვირდებოდე შენ თავს, შენს ძლიერ მხარეებს და შესწუნ მხარეებს, რაც გვიხსენებია ჩვენ წინა ეთერებშიც, ანუ შენ რაღაც კონკრეტული, მაგალითად, რომელიმე რაღაცა თვისება, რომელიც არ მოგწონს, ან რომელიღაცა რაღაც თვისება, რომელსაც ვერ იყენებს სასარგებლოდ, არა ის, რომ შენ ეს თვისება დაბლოკო პირობითად და არ მიაქცია ყოლდება, არამედ დააკვირდე და როგორც აკეთებ საქმეს, როგორც აკეთებ პროექტს, როგორც აკეთებ სხვა დანარჩენს, მოინდომო და შეცვალო დროთა განმავლობაში. იზრუნო იმის, განავითარო მიიღო ინფორმაცია როგორ გააკეთო და დროთა განმავლობაში უკეთესად გაიცნო ეს მიმართულება და განავითარო. მეორე არის თვითრეგულაცია. ანუ შენი ემოციების მიღება, დანახვა და დასათაურება. ნახეთ დასაჭერს, ჩვენ ძირითადად ვამბობთ ხოლმე ემოციებზე, რომ ანუ ვარ ცუდად, ანუ ვარ კარგად, ან ხონელ შენი ემოცია, აბა მიდი. რომელი ემოცია? აი ახლა რა ემოცია, დასათაური. არის ცნობის მოყარეობა თუ ემოცია? ცნობის მოყარეობა ემოცია, ინტერესი და შენთან არის გაჩენილი შენი ემოცია. კი, აი ძალიან მართლმორწმუნე და ამიტომ ამბობთ, ანუ ვარ ცუდად, ანუ ვარ კარგად, ან რაღაც ძალიან გამიხარდა, ან ძალიან გაუბრაზდი, მაგრამ რეალურად ჩვენთან ემოცია არის უამრავი, რაც ყოველდღიურად ჩვენთან ფიქრებთან ერთად შემოდის. ის განმავლობაში ადამიანს შეიძლება და 12,000-დან 60,000-მდე ფიქრი არის ჩვენ გონებაში, ძირითადად საშუალოდ აი სადღაც 15-16,000 და წარმოვიდგინეთ აქედან რომ ნეგატიური რამდენი ფიქრი ტრიალებს ნეგატიური, რამდენი პოზიტიური. აქედან გამოდიოდა თვითრეგულაცია არის ის რომ მე დავაკვირდე მუდმივად რა ემოცია, რა მომიტანა, დავარქვა თავის სახელ და ვეძებო რეალური მიზეზი. მე კონკრეტულად ვიღაცა თანამშრომელმა იქნება თუ გუნდის წევრმა, მეგობარმა, მეორე ნახევარმა თუ გამაბრაზა ან პირით გამახანა, რა საიდან მოდის ეს ნამდვილად იმაზე ბრაზდები პირობითად თუ სხვა არის ამ ყოველფრის. საბოლოო ჯამში ჩვენ უკვე ვახერხებთ რომ ვიცოდე რა ემოციაში ვცხოვრობ და ამით გამნაბიჯებს. შემდეგ არის мотиваცია რომელზეც საუბრობთ ამდენი ხანია და ერთ-ერთი კი ყველაფერზე ჩვენ მაყურებელთაც და ჩვენც უკვე ეს კარგად ვიცით. დამატებით რაც მინდა აღვნიშნო, თქვენ როგორც კონცენტრაციაში გამოიკვეთა რომ თქვენ მართლა მაღალი კონცენტრაცია გქონდეთ, დარწმუნებული ემოციური ინტელექტიც მაღალი გაქვთ, იმიტომ რომ აი ამ წარმატების მიღწევის ფონზე და მით უმეტეს ამდენი რესურსის გამოყენებით და ყოველდღე აქტიურობით რეალურად შენ ახერხებ საბოლოო ჯამში, თუნდაც არ იცოდე ეს მეთოდი, მაინც საბოლოო ჯამში ახერხებ ამის განვითარებას. და мотиваცია არა ზოგადი мотиваცია, არამედ აქ არის თვით мотиваცია, რომ შენ როცა სწავლობ შენი თავის ყველაზე კარგი мотиваციას, მე ხდები სხვა ადამიანის мотиваციაც იქნება გუნდის წევრი, ოჯახის წევრი, შვილი თუ ასე შემდეგ.
ნამდვილად ასე არის, გეთანხმები ყველანაირად, იმიტომ რომ მე მაგალითად სულ და ხშირად ვცდილობ, რომ ის мотиваცია, რაც მე გამაჩნია, ჩემ გარშემო მყოფებსაც გადავცე, თუ ხვდები, რომ მას ცოტა ნაკლები დოზით შეიძლება კონდეს ეს. და ეხმარება, თუ დაეხმარება. კი, და ეს არის ზუსტად ის, რომ მე საკუთარი თავის ღირებულ საქმეს ვაკეთებ და ეს მაძლევს თავარ мотиваციას და რეალურად მე ამას გადავცემ. შემდეგი არის მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს არის ემპათია, ანუ სხვა ადამიანის მიმართ გაგება. შენ რო უკვე თანაგრძნობა, კი. შენ რო თვითრეგულაციას სწავლობ, ანუ ეს ერთი მეორის მიყვება. თვითრეგულაცია. ეს არის ადამიანობის მექანიზმს გვაქვს. კი, ადამიანის მექანიზმის განვითარება, რაც მე ყველაფერს გაყენებინებს. ანუ ცხოვრებისეული ნაწილი, რაც გვინდა. შენ რო სწავლობ უკვე შენი თავის ემოციის დანახვას, მე სწავლობ უკვე სხვის ემოციის დანახვას და გაგებას და ის რაღაც გავრცელებული ფრაზა, რომელიც იმედია რაღაცა 5-10 წელს მინიმუმ 30 წელში აღარ იქნება, რომ შენი ემოციები და შენი პრობლემები სახში დაიტოვე. ეს არის წარმოუდგენელი, იმიტომ ადამიანი ვერაფერს ვერ დატოვებს სახში და ვერც ვერაფერი და სამსახურში არ მოიტანო, ან გარეთ არ გამოიტანო. ამას სჭირდება მოგვარება, ამას სჭირდება ჩართულობა და თანადგომა. შენ როცა ახერხებ, რომ სხვას გაუგო, გუნდისწევს განსაკუთრებით როცა ხარ ლიდერი მაგალითად, ხო? ამ შემთხვევაში შემდეგი გადაწყვეტილებები ბევრად და ყოველწლიურად პროდუქტიულია, ვიდრე ის, რომ მოდი შენ საქმე გამიკეთე და პრობლემა მაგალითად გადადებული გქონდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ როცა ვუგებთ ადამიანებს, შესაბამისად ჩვენი ურთიერთობები უფრო ძლიერდება და იხვეწება ჩვენი სოციალური უნარები. ანუ ურთიერთობების მართვის მიდგომა. ჩემი სოციალური უნარები გამოიყო, როგორ ვარ მე სოციალურად აქტიური. ერთი რომ მე ყველაფერი კარგად მაქვს და ვარ განათლებული ჭკვიანი და ნასწავლი პირობითად და ვიცი ჩემი საქმე, მაგრამ ამას როგორ ვიყენებ, როგორ პოზიციონირებ, როგორ ვახერხებ ურთიერთობას, იმიტომ რომ ხო ყველაფერი დღეს ურთიერთობაზეა. ინდივიდები ნაკლებად ახერხებენ, ხო, წარმატების მიღწევას, ხო? ეს ყველაფერი გვინდა რომ გამოვიყენოთ. ანუ საბოლოო ჯამში მე როგორ მართა ურთიერთობებს და დღეს თანამედროვე ლიდერშიპში განსაკუთრებით აღარ არის ადამიანების მართვა. დღეს არის ურთიერთობების მართვა. ლიდერი ადამიანები, უფროსები, ხელმძღვანელები აღარ მართავენ ადამიანებს, მართავენ იქ არსებულ ურთიერთობებს, რომლითაც საბოლოო ჯამში იღებენ შედეგებს. და მინდა რომ საინტერესო მაგალითი მოვიყვანო, IQ-ს ჩვენ ყველას გვახსენდება ალბათ ალბერტ აინშტაინი, რომელიც ყველაზე მეტად არის გავრცელებული. რომ რაღაც IQ ქონდა მას და ყველაზე მაღალი 160-დან სადაც 180-მდე. მასთან მიახლოებული თუ აქვს, ესე იგი რაღაც შენს კი, ნახეთ, აი რატო შეგვიძლია რომ კი დავსტუდებთ, რატო შეგვიძლია რომ აინშტაინის მაგალითი ძალიან კარგად გამოვიყენოთ ჩვენ, იმიტომ რომ მას თუ აქვს 160-დან 180-მდე, ეს არ არის დადასტურებული, მაშინ არ არსებობდა ტესტები და კვლევები, მაგრამ მე დადასტურდა ცოტა გვიან ექსპერიმენტებით, რომ მას სავარაუდოდ ეს ქონდა, მაგრამ ვიცით ისიც, რომ მის დედას ეუბნებოდნენ, რომ ის სკოლაში ვერ სწავლობდა, უნდა გადაიყვანათ რაღაც სუსტ სკოლაში და 21 წლამდე ფაქტობრივად ვერ იყენებდა იმ ცოდნას, იმ გენიოსურ რაღაც თვისებებს, რაც ქონდა. რეალურად მას ცხოვრებაში განუვითარდა ემოციური ინტელექტი დროთა განმავლობაში და მთელი ცხოვრების განმავლობაში უნვითარდება და სულ ამას ამბობდა თავის მის ჩანაწერებში, არ ამბობდა ემოციური ინტელექტს, იმიტომ რომ მაშინ არ იყო, მაგრამ სულ ამბობდა, რომ მე ვიყენებ იდეას, მაშინ როცა დავიწყე იდეის მიღება, მისი გამოყენება, მასზე ფიქრი და მერე გავხდი ის, ვინც გავხდი და ასე შევქმენი ის ყველაფერი, რაც მინდოდა რომ ცხოვრებაში შემექმნა. აქედან გამომდინარე, მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ ამ ყველა მიმართულებას ნაბიჯ-ნაბიჯ, არა რა თქმა უნდა, ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ მოვახერხოთ, რომ კი, ეს არის თვითცნობიერება, თან ეკრანზე ჩაძა შეგვიძლია, მაგრამ ყველგან გადაიგოს და ჩვენ ასევე შეგვიძლია Facebook-ზე განვათავსოთ. თვითცნობიერება, ანუ საკუთარი თავის გაცნობა, თვითრეგულაცია, ჩვენი ემოციების მუდმივად დასათაურება და ცოდნა, мотиваცია, ჩემი თავის мотиваცია და შემდეგ სხვების, ემპათია, გაგება, სხვის ემოციის დანახვა და ურთიერთობების მართვა. აი, ერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო თვითრეგულაციაზე, რომ ჩვენ რეალურად როგორ ვაუარესებთ, ანუ ვაუმჯობესებთ ჩვენ ემოციებს. მაგალითად, აი, სადღაც მგზავრობთ პირობითად და ხშირად არის რესურსი, რომ ხვდებით ადამიანებს და რაღაცა მანევრი გააკეთა სხვა მანქანამ ძალიან ცუდი. რადგან ბრაზდებით პირობითად, ხო? სინამდვილეში ემოცია არის ის გაბრაზება, მაგრამ ჩვენ რა რეაქციას გვექნება, ის გვაღიზიანებს. აი, რომ ვიჩხუბებთ, ვიყურებთ და გავბრაზდებით, აი ეს ქმნის მაგრამ აი მინდა რომ გავაკონტროლოთ ან ჩემი ემოციები. არ გააკონტროლო. ყოველთვის მიიღე და მართე. გამოხატე, ხომ აღნიშნო, მე ვარ ახლა სტრესში, გავბრაზდი, მაგრამ ამას არ დაამატო ჩხუბი, შენას და შენის. გადაწყვეტილია. ჩვენ ხელშია რეაქცია, არ არის ემოცია ჩვენ ხელში, მაგრამ იმაზე რეაქცია ყოველთვის ჩვენ ხელში. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა. და მაღალ მოკეთ. მე მგონი ესეთი საინტერესო იყო რომ ყოველთვის დამაფიქრებელი. მე სულ ეგრე ვარ ხოლმე შენი რუბრიკის დროს ჩუმად ვარ ხოლმე და რაღაცებს ვიგებ. დიდი მადლობა და მე ამ დროს ვეცნები ხოლმე საკუთარ თავს და საკუთარ ემოციებს. მე კიდე უფრო უნდა წავიდეთ გავშალოთ. კი ბატონო.